საქართველოს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგა, კავკასიის მედიის სკოლა და ტელეკომპანია GMG წარმოგიდგენთ. უნიბურთის მეხუთე ტური ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა. პირველები მოედანზე კავკასიისა და სოხუმის უნივერსიტეტის გუნდები გამოვიდნენ. გამარჯვებისთვის ბრძოლა ფეხბურთელთა შორის პირად დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. მომხდარი ინციდენტის გამო მსაჯმა ორივე გუნდის მოთამაშე წითელი ბარათით დასაჯა. ტურნირის ორგანიზატორები მსგავსი შემთხვევების აღკვეთის მიზნით მომავალში გარკვეული ზომების მიღებას გეგმავენ. ინციდენტის განმეორების შემთხვევაში იქნება საკმაოდ მკაცრი ფინანსური სანქციები გატარებული გუნდების და თითოეული მოთამაშის მიმართ, ვინც ანალოგიურს ჩაიდენს და შეეცდება რომ ამ საჯის მიმართ ან მოწინააღმდეგე მოთამაშეების მიმართ გამოხატოს აგრესია. კავკასიისა და სოხუმის უნივერსიტეტებს შორის შეხვედრის პირველი ტაიმი 2-1 დასრულდა. მეორე ნახევარში კი სოხუმის ფეხბურთელები უფრო გააქტიურდნენ. გუნდის მონდომებამ შედეგი გამოიღო და ტურნირის ისტორიაში პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს. მეორე შეხვედრაც სკანდალური გამოვიდა. ილიას უნივერსიტეტისა და პოლიციის აკადემიის ფეხბურთელებს შორის მომხდარი შელაპარაკების გამო თამაში რამდენიმე წუთითაც კი შეწყდა. საჯმა აკადემიის მეკარეს წითელი, ხოლო ილიას უნივერსიტეტის ფეხბურთელს ლაშა ნინიკაშვილს ყვითელი ბარათები გადასცა. პოლიციელებს ახალი მეკარის შემოსვლამ ვერ უშველა და შეხვედრა 6-1 ილია უნის გამარჯვებით დასრულდა. სამი ქულის მოსაგებად გამოვედით თავიდანვე და მარტო მოგებაზე ვფიქრობდით, ძალიან კარგად ითამაშეს ჩემო გუნდელებმა, ასევე მეც და ალბათ დადებითი შედეგი იყო ჩვენთვის. მესამე მატჩი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის გუნდებს შორის გაიმართა. ანგარიში თესეუს ფეხბურთელმა ირაკლი თოდუამ გახსნა. ამის შემდეგ გოლები მხოლოდ აკადემიელთა კარში გადიოდა. პირველი ტაიმი რეკორდული ანგარიშით 8-0 დასრულდა. ტურნირის ყველაზე დაბალქულიანმა გუნდმა სამხატვრო აკადემიამ სიტუაციის გამოსწორება ვერც მეორე ნახევარში შეძლო. მათ კიდევ 6 გოლი გაუშვეს და საბოლოოდ 14-0 დამარცხდნენ. თამაში ძალიან უხოლიანი აღმოჩნდა, რაც განაპირობა ჩვენი გუნდის სრულყოფილ მომზადება ამ თამაშის მიმდამი და ამ ტურნირის მოგების დასაწყის მიზნის გამო ყველა თამაშს გამოდის მოტივირებულები. ხოლო რაც შეეხება მომდევნო ორ ტურს, რომელიც დარჩა ამ უნიბურთის ტურნირზე, ამ ორ ტურში ჩვენ გვჭირდება ორივეში გამარჯვება, რათა მოვიპოვოთ უნიბურთის თასი და პირველი ადგილი. უნიბურთის მეხუთე ტურის ბოლო შეხვედრას გულშემატკივრები და ტურნირის ორგანიზატორები განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ. ერთმანეთს საუნივერსიტეტო ლიგის ორი ფავორიტი, ტექნიკური და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდები ხვდებოდნენ. თამაში მართლაც დაძაბული გამოვიდა. ფეხბურთელებმა ბევრი სახიფათო მომენტი შექმნეს. ორმხრივ შეტევებში პირველი გოლის გატანა სამედიცინო უნივერსიტეტის მოთამაშე ზაზა თელიამ მოახერხა. თუმცა შემდეგ წუთებში ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სხვაობის შემცირება მოახერხა და პირველი ტაიმი 4-3 დაასრულა. სამედიცინო უნივერსიტეტის გულშემატკივრები საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს გარკვეული წარმატებები აქვს. მიუხედავად ამისა, მას მეტი შეუძლია და მეორე ტაიმში ვფიქრობ იმ შედეგს, რაც პირველი ტაიმის მიმდინარე პერიოდში ჰქონდა, გამოასწორებს და ღირსეული შედეგი დაფიქსირდება ბოლოს ეკრანზე. გულშემატკივართა მოლოდინი არ გამართლდა. ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გამარჯვების მომტანი გოლის გატანაც მოახერხა და 5-4 გაიმარჯვა. ბესო ოსეფაშვილი ფეხბურთს პატარაობიდან თამაშობს. ეზოში მოთამაშე ბავშვებს შორის დინამოს მწვრთნელმა სწორედ ის გამოარჩია და მშობლებს მისი ფეხბურთზე შეყვანა ურჩია. უნიბურთის ორგანიზატორებმა მეხუთე ტურის საუკეთესო მოთამაშედ ბესო დაასახელეს. სამედიცინო უნივერსიტეტთან შეხვედრაში მან 3 გოლი გაიტანა, თუმცა ყველაზე უკეთ პირველი გოლი ახსოვს. მაშინ თამაშობდი ივერიაში. თვითონ უბნის გუნდი იყო და მაშინ იყო ჩემი პირველი გოლი. თავით გავიტანე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და ჩემს მეხსიერებაში დარჩა გაითხრა. მისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში იყო ისეთი გუნდები, როგორიცაა ბოლნისის სიონი, ლოკომოტივი და ცხინვალის სპარტაკი.
სპარტაკში 2 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ახალმა მწვრთნელმა გუნდის შემადგენლობა მთლიანად შეცვალა. სპორტულ კარიერაში ბესოს 2 წლიანი პაუზაც ამ პერიოდს უკავშირდება. აქტიურ ფეხბურთს 5 თვის წინ დაუბრუნდა და მალე ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდშიც მოხვდა. თენგო ბიწაძე მისი თანაგუნდელია. ის ამბობს, რომ ბესო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და წარმატების მიღწევა არ გაუჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ გამოვვა თუ მოინდომებს ამას აკეთებს კიდეც. დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ ყველაფერს მიაღწევს, რასაც მოინდომებს. და საერთოდ ესია ყველა. თუ მოინდომებს, მიაღწევ თუ ნიჭიერი ხარ და ბესოს ნიჭი ნამდვილად არ აქვს. მისი პირველი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი ფიქრობს, რომ ბესოს ხვებისგან თავიდანვე გამოირჩეოდა. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული სივრცითი შეტევების დროს ცენტრალურ მცველებს შორის ოსეფაშვილი გზის პოვნას ადვილად ახერხებს და გოლებიც ხშირად გააქვს. ხშირად საჯები მის მიმართ სცოდავდნენ, იმდენად სწრაფად იხსნებოდა, თქვათ, რომ თამაშგარის მომენტს დაფიქსირება უჭირდათ ხოლმე და ხშირად თამაშგარეს უწევდნენ, არა და არ იყო თამაშგარე. და ეხლაც რომ ისინი ჩავატაროთ, რა ქვია, ობიექტური შეფასებები, ნახავთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია. ეს რეგიონში მოგებული ასე საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი მაშინაც. საფეხბურთო კარიერაში წარმატებისათვის ხშირად მიუღწევია. საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი მისთვის უცხო არაა. ეს მედლები და თასებიც სწორედ ამის დადასტურებაა. მისი მეუღლის თქმით, კარგ ფეხბურთელთან ერთად კარგი მამაცაა. პატარა მარიამის აღზრდაში აქტიურ მონაწილეობას იღებს და ძალიან ყურადღებიანია. დავდივართ სესერინოთ, დავყავართ ხოლმე, ასე მოიფიქრებს თვითონ. მივდივართ ხოლმე ერთად ოჯახი. სამომავლოდ საფეხბურთო კარიერაში სერიოზული ნაბიჯების გადადგმას აპირებს. მის გეგმაში უმაღლესი ლიგა და ჰოლანდიის გუნდში თამაშია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდი 2 თვეარად ჩამოყალიბდა. 12 სტუდენტი უნიბურთში მონაწილეობის მისაღებად გაერთიანდა და საკუთარ სტადიონზე ვარჯიში დაიწყო. სტუდენტური ლიგის პირველი 2 ტური მათთვის წარუმატებელი გამოდგა. გუნდი პოლიციის აკადემიამ და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაამარცხა. მესამე ტურიდან სოხუმის ფეხბურთელები უფრო გააქტიურდნენ. ილიას უნივერსიტეტთან თამაში ფრედ 4-4 დაასრულეს. მეოთხე შეხვედრაში კი სამხატვრო აკადემია 3 გოლის სხვაობით დაამარცხეს და დადებული პირობაც შეასრულეს. მეოთხე ტურიდან გამომდინარე, ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი 4-ში მოხვდე და ამისათვის ყველაფერს ვიზამ და დღევანდელ დღესაც შევეცდებით, რომ ჯერ დაუფიქსირებელ მაქსიმალურ შედეგ გამარჯვებას მივაქციოთ. მეხუთე ტურამდე სოხუმის გუნდი ლიგის ცხრილში მე-7 ადგილზე იყო. ფეხბურთელები გამარჯვების იმედს მაინც არ კარგავდნენ და შემდეგი თამაშების მოგებას გეგმავდნენ. დღეს აუცილებლად მოიგოთ სხვა დანარჩენი შედეგი, თუნდაც ფრე ჩვენთვის მიუღებელი იქნება. სოხუმის გუნდი კავკასიის უნივერსიტეტის დამარცხებით 4-ში ვერ მოხვდა, მაგრამ 7 ქულით ცხრილის მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. მე-5 ტურიდან სოხუმის უნივერსიტეტის გუნდს 2 ახალი გამოცდილი ფეხბურთელი დაემატა. მათ გუნდს გამარჯვება მოუტანეს. გუნდში აბსოლუტურად ერთსულოვანი ვითარებაა. ყველა მოინდომა არ არის თქვათ იმაზე, რომ მე დღეს დავემატე და თქვათ გოლები გავიტანე, მთელი გუნდი კარგად გამოიყურებოდა. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, იმისთვის რომ მოგვიგო. ფეხბურთელთა ერთსულოვნებას არც გულშემატკივრები ჩამორჩებიან და გოგონათა გამამხნევებელ გუნდს აყალიბებენ. გუნდმა ფეხბურთელები თამაშის დაწყებამდე და ტაიმებს შორის ცეკვით უნდა გაამხნევოს. გულშემატკივრები ჰიმნსაც წერენ და იმედი აქვთ, რომ ამ ყველაფრის დახმარებით უნიბურთი მათთვის წარმატებული პროექტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ნაკრები სრულიად ახლად შექმნილია, ისინი ნამდვილად ღირსეულად წარსდგნენ მოწინააღმდეგის წინაშე და მომავალშიც იმედი გვაქვს, რომ ესე გააგრძელებენ და სათანადო შედეგიც იქნება. სოხუმის უნივერსიტეტის ფეხბურთელები ერთად დიდ დროს ატარებენ. მოედანზე თამაშის გარდა ცდილობენ თავისუფალი დროც ერთმანეთს დაუთმან. მათი შეხვედრის ადგილი ყოველთვის განსხვავებულია, თუმცა შეკრების მიზეზი თითქმის უცვლელი. ერთად ყოფნა და საკუთარი გამარჯვებების აღნიშვნა.